გულსაწყვეტია, რომ ქუთაისში არა გვაქვს სახელმწიფო უნივერსიტეტი ქორეოგრაფიული კუთხით. ხო, თბილისში არის შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. კი ბატონო. აი ძალიან მნიშვნელოვანია. ქუთაისში არის მინიმუმ 100 ქორეოგრაფიული სტუდია. 100 ქორეოგრაფიული სტუდია. წარმოიდგინეთ ახლა თითო ბავშვი რო გამოვიდა სტუდიით და გააგრძელოს ყველა მე საქმე. უკვე თითო კაცი. ქუთაისის ისტორია მინიმუმ 50 წლით ხო გადაიწევს. აი მინიმუმ. კიდევ ვიღაცა განათლება უნდა იყოს. ეს რომ მოხდეს არის საჭირო ბაზა. ანუ ვისაც ხელმწიფება ეს ყოველ შემთხვევაში ვფიქრობ რომ კულტურის სამინისტროს საკვეთით შეიძლება მოხდეს რჩევით. არა, ისაც საჭიროა, კარგი იქნება. თუნდაც კულტურის სამინისტროს და ეს ინფორმირება რომ იყოს რომ საჭიროა დასავლეთში. ნახეთ რა მომენტი არის მნიშვნელოვნად საჭიროა. მაგალითად 60 კაცი ვერ მიდის იმის გამო ქორეოგრაფიულზე სასწავლებლად, რომ არ აქვს საშუალება. თბილისში საცხოვრებელი მე კარგად ვიცით თქვენ უკვე მეორე ოჯახს იჩენ, ორი ოჯახის რჩენა ძალიან რთულია, შვილი გაშვებული ყავს. შეიძლება ეს პლატფორმა შეიქმნას ქუთაისში. კი, უდაოდ. ქუთაისში უნდა იყოს ქორეოგრაფიული უნივერსიტეტი, თეატრის და ყველგან არის. ბათუმსაც უნდა ყავდეს და ქუთაის და აი პირდაპირ ვიძახი. სადაც თბილისში ხოთაშორის არც დიდად არის ადგილები წელს მე მგონი. არ არის და ჩემი ერთი მოსწავლე ჩაირიცხა, ეხლა აი ორი ადამიანი წავიდა და ორივე ქორეოგრაფიული განხრით წავიდა თბილისში.